ბერი ეფრემ ფილოთეველი სნეულებათა შესახებ. ჯანმრთელობა ღმერთს მიანდე. თუ კი სნეულება გაიძულებს, ან ექიმი რაიმეს მოგთხოვს, ღვთისადმი სასუებით მიიღე, რადგან ამით ღმერთი მისთვის სასურველს აღასრულებს. ცხადია, თავის უარყოფამ თვითმკვლელობამდე არ უნდა მიგვიყვანოს, ზრუნავ კი თავის მოყვარეობამდე. საშუალო გზით უნდა ვიაროთ. ექიმის დანიშნულება სარწმუნოებით შევასრულოთ, რათა უმოქმედობა თვითმკვლელობად არ ჩაგვეთვალოს. ხოლო გამომჯავრთელდებით თუ არა გამოყენებული საშუალებით, ეს ღმერთს მივანდოთ. შვილო, ყველანაირ გასაჭირში მოთმინება გქონდეს. სნეულებას, როცა მას ვითმენთ, სულისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ამ დროს საკუთარი თავის დადანაშაულება საკმარისია, რადგან ძირითადად ჩვენი ცოდვების, უმეტესწილად კი ჩვენი გულის ამბარტავნების გამო ვიტანჯებით. მუდამ ჯანმრთელად ყოფნას გისურვებ, სნეულებისას კი ღვთის სწავლების დათმენას, რომელსაც მისი მოსიყვარულე ვეება გული გიგზავნის. ასეთი გულიდან მომდინარე სწავლება გულის ხმის ყოფას მოკლებული, უსარგებლო ან მავნე არასოდეს იქნება, რადგან უფალი უმჯობესისთვის, მიტევებისთვის, ფარველობისა და საუკუნო ხსნისთვის გრწვთნის. ეს გული თვით ღმერთის, ჩვენი ზეციური მამისაა. იგი ყველაფერს ხედავს ჩვენი თითოეული ქმედების მიზანს, ხედავს როგორ იტანჯები და გიჭირს. იცოდე რომ იმაზე მეტად არ განგცდის, რის იატანაც შეგიძლია. გასაჭირი ჩვენი სულის განწმენდას და საუკუნო ხსნას აღასრულებს. ვიქადიცა ჭირსა შინა უწყით, რამე თუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს. ღმერთი აგვზრდის, როგორც საკუთარ შვილებს, რათა ჩვენც მისი თვისებები შევიძინოთ. შვილების კანონიერება მაშინ ჩანს, როცა მათ მშობლების ნაკვთები აქვთ. უფლის სწავლების მიზანიც ესაა, შენი მწუხარება მაცხოვნებელია. ყოველთვის იქონიე იმედი და არ შერცხვები. უმეცრება, შვილო, სულის სიკვდილად განიმარტება. უმეცრება არ გაუნათებს გონებას ავადმყოფს და არ ეტყვის, შენი ავადმყოფობა ღვთისნებაა და მისი ატანა მოთმინებითა და მადლობით გმართებს. მოუთმენლობით ღვთისგან განდგომილი რომ არ აღმოჩნდე. ღვთივგანათლებულ ქრისტიანს კი ღვთისნების ცოდნა არა მარტო მადლობით დაათმენინებს ყველაფერს, არამედ უფრო მტკიცე სულიერ ხასიათს შეცდენს და ნუგეშითაც გამოაცოცხლებს. იგი ფიქრობს, ტკივილისა და ჭირთა დათმენით ღვთისნებას აღვასრულებ. ამით ჩემი ადრინდელი შეცდომები მომეტევება. მათი მეშვეობით სასჯელს მოვიხდი და თავისუფლებას იქ მომავალ ცხოვრებაში მივიღებ, სადაც უკუნისამდე ვიცხოვრებ. ამ ქვეყნიური უბედურება კი რამდენიც უნდა დავითმინო, წარმავალი და ხანმოკლეა. ასე რომ საჭიროა მოთმინება, შვილო, რომ უნანელ სოფელთან ერთად არ დავისაჯოთ. რაც არ უნდა შეგვემთხვეს, მოთმინებით ყველაფერი მოგვარდება. შინაგანი ადამიანი მშვიდობას პოულობს, როცა მოთმინებით იტანს, რასაც ღმერთი უშვებს მასზე. იტვირთე შენი ჯვარი, მე კი ჩემსას ვიტვირთავ და ასე შეუდგეთ ზეციურ სიძეს, ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის უმადურთა და ცოდილთათვის სამარცხვინო ჯვარი დაითმინა. განა რას ვითმენთ ღვთისგან მიღებულ სიკეთეთა სანაცვლოდ. თუ კი ღვთის სიკეთესა და ადამიანის უმადურობას ჩამოვთვლი, გონია ჩემი გონება აზროვნებას შეწყვეტს. განა ზღვარდადებულ გონებას შეუძლია ღვთის უსაზღვრო კეთილმსმყოფელობის გააზრება. სნეულებას დიდი სარგებელი მოაქვს, ცოდვათა შენდობა და მოთმინების სასყიდელი. ადამიანები, რომლებიც ღმერთზე დაშორებული არიან, მათთვის სნეულება ძალზე ქმედითი წამალია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხსნა ძლიერი ძალისხმევით მზადდება. გთხოვ, ნუ დარდობ, მე შენთვის ვლოცულობ, ნუ გეშინია, იმედით აღივსე. ჩვენი ზეციერი მამა სახიერი და მოწყალეა. იგი წრთნის, კიცხავს თავის შვილებს, რომ ისინი საუკუნო ცხოვრების ღირსნი გახდნენ. თუ არ აღზრდის,
მისი კანონიერი შვილები ვერ გავხდებით. არამედ ცხონებისთვის უღირსი, უკანონო ძეები აღმოჩნდებით. უბედურება, რომელსაც ვითმეთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას, რომელი შვილებისთვის ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია და ბედნიერად ცხოვრობს. ასე რომ გიხაროდეს, რადგან ღმერთს უყვარვართ და გვწვრთნის, რათა საუკუნოდ განგვისვენოს. ღმერთისთვის თავარია ჯოჯოხეთისაგან გვიხსნას და სამოთხე მოგმადლოს, თუნდაც ეს ტანჯვით მოხდეს.